გამარჯობა ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დღეს ცოტა ძალიან ბევრი საქმე მაქვს, ამიტომ უცბად პატარა რაღაცებს მოგიყვები და მე კიდე სხვა რაღაცაც უნდა გითხრათ. რაზე ვარ ახლა დღეს რატო შეკრიბეთ ასე ვთქვათ. სეზონი უკვე მთავრდება და მე კიდე ძალიან ბევრი მწვანე პამიდორი მაქვს და ალბათ თქვენც ასე ხართ. ახლა პირველ რიგში რა თქმა უნდა კარგია ეს მწვანე პამიდრები და სალათებს გავაკეთებთ, მაგრამ მე უფრო მინდა წითელი პამიდრები. ამისთვის საჭიროა რომ მცენარე ვაიძულო სწრაფად დაამწიფოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთი ხერხები ვიცით. თუ გახსოვთ და შემოჰკრა ნაჯახიო ეხა ხეს, რომ დაიწყოს აქტიურად ნაყოფის მოცემა. ეხა ნაჯახს ამას ჩვენ ვერ შემოვარტყავთ, მაგრამ სამაგიეროდ შეგვიძლია მექანიკური საშუალებებით დავაჩქაროთ მისი დამწიფება, ანუ გაწითლება. წითლდება მცენარე იმიტომ რომ არა ნაყოფი მწიფდება იმიტომ რომ მცენარე გადაწყვეტს რომ უკვე დროა ეს ნაყოფი სათესლად მოგვცეს, ანუ დატოვოს თავისი კვალი ბუნებაში და გამოყოფს ეთინოლს. ეთინოლს არ გამოყოფს მანამდე, ვიდრე თვითონ მცენარე არ გადაწყვეტავს, მაგრამ რადგან ჩვენ გვეჩქარება, ჩვენ შეგვიძლია დავაჩქაროთ, ვაიძულოთ მცენარე გამოყოს ეს ეთინოლი და გააწითლოს ჩვენი ნაყოფი. ამისთვის საჭიროა რომ გავაბრაზოთ, შევაშინოთ. პირველ რიგში ეს არის თქვა ცოტა მოკაჩვა თითქოს უნდა ამოაძრო. ანუ ეს არის საკმაოდ დიდი სტრესი მცენარისთვის, ფესვებს რო შეუნჯღრებ. აუცილებლად უნდა გადავაკრიჭოთ თავები და ფოთლები. აი ამ მცენარეს ფაქტიურად დავტოვოთ ფოთლების გარეშე, შევაჩეროთ აბსოლუტურად რწყვა. ესეც ძალიან დიდი სტრესია მცენარესთვის და აი ამ საშუალებებით მცენარე უკვე იწყებს აქტიურად მუშაობას იმაზე რომ სწრაფად დატოვოს თავისი კვალი, ანუ დაიწყოს დამწიფება. მაგას გარდა, აი როდესაც ერთი პატარა ვთქვათ, გაწითლდება რომელიმე, ხო? ცოტა ხანი უნდა დავტოვოთ კიდეც, არ უნდა იმას ავიღოთ ნაყოფი, რადგან აი ეს ნაყოფი გამოყოფს ეთინოლს და ეთინოლი რადგან მფრინავი გაზია, უკვე სწრაფად მუშაობს. ანუ რამოდენიმე მეთოდი და პროცესი ჩავატარეთ. უნდა ჩავატაროთ ჩვენ, რომ დაგვიმწიფდეს მცენარეები. ხო? ამას გარდა კიდევ ამბობენ, რომ ძალიან კარგია დამპალი ან ვადაგასული ხილი, ვაშლი გამოყოფს დიდი რაოდენობით ეთინოლს, რომელიც ეხმარება მოკლედ დამწიფებაში. ჩვენ ეხლა ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს დამთავრებული სეზონი უფრო კარგად დავამთავროთ და მწვანე პამიდრებით კი არ დავჩვით, არამედ გავაწითლებინოთ მცენარეს და მოგვცეს უკვე წითელი ნაყოფი, ანუ სწრაფად დაამწიფოს თავისი ნაყოფი, რადგან ეს რიგი დაგვიგე ძალიან გვიან. შესაბამისად ეს პამიდორი კიდევ ვფიქრობს, რომ კიდევ უნდა იმუშაოს გაზრდაზე, მაგრამ დრო აღარ არის, იმიტომ რომ იცვლება უკვე ამინდები და ფაქტიურად ეხა ვაძალებ მე ჩემ პამიდორს, რომ დაამწიფოს თავისი ნაყოფი, რომელზეც უკვე მოგიყევით, ხო და თქვენც ესექენით, ვისაც გაქვთ ბევრი, ვთქვათ ესეთი მწვანე ნაყოფი და არ გინდათ რომ მაინდა-მაინც მარტო მწვანე პამიდრის სალათა გქონდეთ. კარგად.